გამარჯობა, მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარ და ვოტ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. საქართველოში ევროპულ ქვეყანაზე ჯაშუშობის ბრალდებით ქართულ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავეს. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მიიღო. რუსეთში სულ უფრო ხშირად ისმის ხელისუფლებით უკმაყოფილება. დაკავებულია ჟურნალისტი და ბიძინა ივანიშვილის ქართულ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი უძილაური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საჯარო მოხელე ევროპული ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული. მოგვიანებით კი ტელეკომპანია რუსთავი-2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული პირი სწორად გიორგი უძილაურია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უწყებამ რუსეთის სასარგებლოს ჯაშუშობისთვის ახალგორის მკვიდრი ახალგაზრდა კაცი დააკავა. თუმცა მანამდე ქართულ ოცნებას არასდროს გაუკეთებია განცხადება რუსეთის სასარგებლოს ჯაშუშობისთვის დაკავებულების შესახებ. ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მიიღო. ის საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებითაა მომზადებული. ანგარიშში ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისადმი სწრაფვა კვლავ მხარდაჭერილია. შეშფოთების მთავარი საგანი კი ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ევროპული ინტეგრაციის მიმართ მიდგომებია. მისი ავტორები წერენ, რომ ქართულმა ოცნებამ არამხოლოდ შეაჩერა, არამედ ფაქტობრივად შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. პროექტში ხაზგასმითაა აღნიშნული მიზნობრივი პერსონალური სანქციების დაწესების მნიშვნელობა ქართული ოცნების ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა თანამდებობის პირებისთვის. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა პროპაგანდისტული მედიის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ სისტემური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებას. ამ თემაზე ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ამ დრომდე მათი პასუხი არ მიგვიღია, თუ კი პოზიციას დააფიქსირებენ, მას აუცილებლად შემოგთავაზებთ. როგორც ჩანს, საქართველოს ახლანდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაარწმუნოს შესაბამისი ჯგუფები ევროკავშირში, რომ მათი ქვეყანა არ შეესაბამება კანდიდატობის არც ერთ კრიტერიუმს. ეს ჩანს დოკუმენტებში, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა და პოლიტიკურმა მრჩევლებმა შეიმუშავეს. ამავდროულად ამ დოკუმენტს ჩვენ ერევანში მიმდინარე ფორუმის განმავლობაში განვიხილავთ. დიახ, არ მოგესმათ, ერევანში მიმდინარე ფორუმის დროს ჩვენ კენჭი უნდა ვუყაროთ საქართველოს საკითხს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ევროპელი ქართველი ბედნიერია, რომ ევროპული პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში კვლავ ცოცხალია. ამავე დროს მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ ოფიციალური თბილისი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება. მიუხედავად ამისა, მე მჯერა საქართველოს და ქართველი ხალხის ევროპული მომავლის. შესწორების კიდევ ერთ პროექტში პროპაგანდისტულ მედიასთან, იმედთან და პოსტივისთან ერთად ნახსენებია რუსთავი-2. სამივე ტელეარხი მოხსენიებულია როგორც ქართულ ოცნებასთან აფილირებული მედია. აღნიშნული შესწორების ინიციატორები ქშიშტოფ ბრეიზა და მიხაილ შჩერბა არიან. ვოტ საქართველოს ნიუსის ეთერში დღეს სტუმრად სწორედ ქშიშტოფ ბრეიზას პოლიტიკური მრჩეველი ელენე მეტრეველია. გამარჯობა ელენე, გმადლობ სტუმრობისთვის. კონკრეტულად რა წერია შესწორებებში, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მედიას ეხება? მოგესალმებით სოფო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, გილოცავთ ამ პროექტის განხორციელებას. ამ ცვლილებებში არის სხვადასხვა მიმართულება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ეს არის პროპაგანდისტების მიმართულება, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო ეს ცვლილება შესულიყო ანგარიშში. უფრო კონკრეტულად ჩვენ საუბრობთ რუსთავი-2-ზე, იმედზე და ტევ-პირველზე, რომელიც მოხსენიებულნი არიან ტექსტში როგორც პროპაგანდისტული მედიები, დეზინფორმაციის გამავრცელებელი ორგანიზაციები და ორგანიზაციები, რომლებიც თავიდან ბოლომდე აფილირებულნი არიან ქართულ ოცნებასთან. ეს ორგანიზაციები მიზანმიმართულად და კამპანიურ დონეზე ავრცელებენ სრულ ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობაში, თავს ესხმიან ევროკავშირის წარმომადგენლობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ ევროკომისიისგან და ყველა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოსგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გადაიდგას ნაბიჯები, რომ გავიზიაროთ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები და რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოთ მათ ქმედებებზე რეაგირება. უფრო კონკრეტულად ჩვენ უნდა გადავხედოთ ამ ტელეკომპანიების აკრედიტაციას ევროინსტიტუტებში, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება იცით, რომ ფაქტობრივად მათ არ გააჩნიათ მუდმივი აკრედიტაცია, მათ გააჩნიათ მხოლოდ და მხოლოდ დროებითი აკრედიტაცია და ამ პერიოდში მიმდინარეობს განხილვა. სწორედ ამიტომ ამ შესწორებების შემდეგ, მაშინ როდესაც უკვე სტრასბურგში ეს ანგარიში გახდება კანონი, შემდეგ ის გადაეგზავნება კომისიას, საბჭოს და უფრო ევროკავშირის მაღალ დონეზე მიიღება გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციების პროპაგანდისტული
პოპულისტული რუსულ სტილში არსებული ნარატივების გავრცელების თვალსაზრისით. ელენა, დოკუმენტში ხშირად გვხვდება ჩანაწერი დე-ფაქტო პარლამენტის შესახებ გაყალბებული არჩევნები არის ნახსენები, როგორია ანგარიში შეფასება ლეგიტიმაციის კუთხით. ანგარიში თავიდანვე, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ცვლილებების პაკეტს, თავიდანვე ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არსებული მმართველობა არის არალეგიტიმური და ევროკავშირი, ევროპარლამენტი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმთან მიმართებით. შესაბამისად, ევროკავშირში ეს პოზიცია სავსებით კონსოლიდირებულია, რომ საქართველოში არსებული ძალა არის ძალა, რომელმაც მიიტაცა დემოკრატიული ინსტიტუტები, მიიტაცა ყველა ის თავისუფლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, დაცული უნდა იყოს საქართველოში და არაღიარების პოლიტიკა მათ შორის არის შენარჩუნებული. ანგარიში ასევე ხაზგასმულია, რომ პერსონალური სანქციები დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. როგორი არის ამ მხრივ შეფასება, რა მოლოდინები არსებობს? სანქციებთან დაკავშირებით სოფო ძალიან ხშირად გადაიდგა ევროკავშირის მხრიდან ნაბიჯი. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ არსებობდა რამდენიმე ფორმის სანქციების პაკეტი, რომელიც გავიდა საბჭოზე, კენჭისყრაზე და სამწუხაროდ უნგრეთის და სლოვაკეთის ვეტოს გამო საბოლოო ჯამში ის ვერ იქცა კანონმდებლობად და ვერ ჩამოყალიბდა როგორც საბჭოს გადაწყვეტილება ან საბჭოს რეზოლუცია. თუმცა დღესდღეობით ამ ანგარიში სწორედ ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ ის ემთხვევა პიტერ მადიარის პრემიერ-მინისტრობის გაპრემიერ-მინისტრებას უნგრეთში. მაშინ, როდესაც ის გახდება პრემიერ-მინისტრი უნგრეთში, სწორედ ამ პერიოდში იქნება ეს ანგარიშიც მიღებული და შემდეგ უკვე უფრო სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებს ველოდებით საბჭოსგან. რა წერია კონკრეტულად ცვლილებების პაკეტში? ჩვენ ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საქართველოს რუსიფიკაციაში და ასევე შესწორებების პაკეტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ მიიღონ ინდივიდუალური სანქციები, გულისხმობ მაგალითად როგორც ბალტიის ქვეყნებმა მიიღეს, რომ ამ ადამიანებს შეუჩერდეთ იმ ქონებით სარგებლობის უფლება, რომელიც მათ აქვს დარეგისტრირებული ევროკავშირის თითოეულ ქვეყანაში. როგორ ფიქრობ, რა გავლენა ექნება ამ დოკუმენტს თვითონ საქართველოს ხელისუფლების განცხადებებზე, მათ კურსზე და მათ შემდგომ ქმედებებზე? აქ განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს მათ მდგომარეობაზე, მათ განცხადებებზე, მათ ქმედებებზე, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს გამარჯვებამდე და ეს პროცესი აუცილებლად მიიყვანს ქართულ ხალხს გამარჯვებამდე, იმიტომ რომ ევროკავშირისთვის ძალიან მარტივია ეს განსხვავება, რომ არსებობს ქართული ოცნება, რომელიც არის წინააღმდეგ ქართული სახელმწიფო ინტერესების მიმართ და არსებობს ქართული ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის და განვითარებისთვის და მათ არ სურთ რუსეთი და მათ არ სურთ, რომ საქართველო იყოს რუსული გავლენის სფერო. სწორედ ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბრიუსელში განვითარებული მოვლენები პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ძალიან დიდი მადლობა, შეგახსენებთ ჩვენს კითხვებს, პასუხობდა ელენე მეტრეველი ბრიუსელიდან. 11 მაისს ნიქოზიაში ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება, რომელსაც კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, თუმცა საქართველოს სტუმრების სიაში არაა. კვიპროსი ევროკავშირის საბჭოს როტაციული პრეზიდენტი ქვეყანაა. თავმჯდომარეობის პრესსამსახურში გამოცემა ნეტგაზეთს უპასუხეს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებათა კურსის გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირის ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე-ფაქტო შეჩერდა. აქედან და წინა თავმჯდომარეობების პრაქტიკიდან გათვალისწინებით მინისტერიალზე საქართველო მიწვეული არ ყოფილა. აქამდე ღონისძიება გაიმართა დანიასა და პოლონეთში, სადაც ასევე არ ყოფილა მიწვეული საქართველო. დიალოგის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც საქართველო სტაბილურად რჩება, ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ქართული დელეგაცია ერევანში დაესწრო. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ პირველი განცხადებები გააკეთა. მან კვლავ გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატია და თქვა, რომ ისინი საბჭოური მიდგომებით მუშაობენ. ირაკლი კობახიძე კვიპროსში დაგეგმილ შეხვედრასაც გამოეხმაურა, როგორც პრემიერი განმარტავს, გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დაეყენებინათ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, შანტაჟის დასრულება იყო. კობახიძე ირწმუნება, რომ არავის აინტერესებდა არც ერთი ქვეყნის მიღება ევროკავშირში, ერთადერთი რისთვისაც აინტერესებდა ეს თემა იყო შანტაჟი და ქართულმა ოცნებამ სწორედ ამას შეუშალა ხელი. ჟურნალისტებმა მას უკრაინის ლიდერთან მოულოდნელი და პოზიტიური შეხვედრის შესახებაც კითხეს და შეახსენებს, რომ დღემდე უკრაინის პრეზიდენტიც და მთლიანად უკრაინის პოლიტიკა ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკის და დაცინვის საგანი იყო. კობახიძემ დეტალებზე საუბარს კვლავ თავი აარიდა. ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში მე პირადად
არასდროს მიხსენებია და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი. მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც იყო დაგროვილი, ამას აქვს ერთ-ერთი მიზეზი. ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც არის დღეს ომის მდგომარეობაში და ეს ქვეყანა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის უფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად პრეზიდენტთან, ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით. ეს ერთი. პრობლემები რაც იყო, რა თქმა უნდა, პრობლემები რაც იყო, არცად წასულა, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული. ერევანში სომხეთ ევროკავშირის ისტორიული პირველი სამიტი მიმდინარეობს. დღის წესრიგში უსაფრთხოების, თავდაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ციფრული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობაა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, სომხეთის შესაძლოა რეგიონში სავაჭრო მარშრუტების ახალ ჰაბად ჩამოყალიბდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ახლა სომხეთი ევროკავშირთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. სამიტზე ნაბიჯები გადაიდგა სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებითაც. ცოტა ისეთი ქვეყანა, რომელიც სომხეთივით უნიკალურად პოზიციონირებს. თქვენი მშვიდობის გზაჯვარედინის ინიციატივას აქვს პოტენციალი დააკავშიროს ევროპა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან. შესაბამისად, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სომხეთი შეიძლება გადაიქცეს მნიშვნელოვან სატრანსპორტო ჰაბად. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ სასაზღვრო გამშვები პუნქტების აღდგენაზე, როდესაც თქვენი საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან კვლავ გაიხსნება. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სომხეთის მტკიცე ინტეგრირება რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში. სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრების ძირითადი აქცენტი ბუნებრივია ომში დახმარებას და უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ალიანს და მის მოკავშირეებს ფიურ პროგრამის განხორციელებისთვის. შეგახსენებთ, კანადა დამატებით $200 მილიონ გამოყოფს ფიურ პროგრამის მხარდასაჭერად. აღნიშნული დაფინანსება შებასდა როგორც მნიშვნელოვანი წვლილი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბალისტიკური დარტყმების წინააღმდეგ. დღის ბოლოს კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა პუტინის შეთავაზებულ 9 მაისო ზავზე. ცეცხლი შეწყდეს ერთი დღით, იქამდე კი მათ დახოცონ ჩვენი ხალხი, სუბოკათ რომ ვთქვათ, ეს უბრალოდ არაკეთილსინდისიერია. დღეს მერეფა გუშინ დნიპრო და უკულებიც არიან დაშავებულებიც, დასრულებიც და ბავშვებიც. ბოდიში, მაგრამ ამის შემდეგ თქვა, მაგალითად, რომ ერთი დღით შეწყდეს სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე აღლუმის წინ, ეს სერიოზული არ არის. და შემდეგ ვიღაცას უნდა მისცეს შესაძლებლობა რაღაცა აღნიშნოს. ჩვენ არაფერს აღნიშნავთ რუსეთის გამო, მათი თავდასხმების გამო. ანუ მათ დღესასწაული მოაწყონ და ცხვრის დილის შემდეგ ისევ ჩვენი დახოცვა დაიწყონ, ეს არ გამოვა. დროებითი ზავისკენ მოწოდებების ფონზე რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს განაგრძობს. ღამის განმავლობაში იერიში 14 სხვადასხვა ლოკაციაზე 164 უპილოტო საფრენი აპარატითა და 11 ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს. ყველაზე მძიმე ღამე პოლტავის ოლქში იყო, სადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი დაიჭრა. საოკუპაციო ძალამ განმეორებით იერიში იმ დროს მიიტანა, როდესაც მეხანძრეები ცდილობდნენ ცეცხლის ლიკვიდაციას გაზის გამანაწილებელ სადგურზე. დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც. იერიში მიიტანეს ხარკივ სადაც 1 გარდაიცვალა, 4 კი დაშავებულია. რუსეთში სულ უფრო ხშირად ჟღერს ხელისუფლებით უკმაყოფილება. უკვე არა მხოლოდ სამზარეულოებში, არამედ ღიად სოციალურ ქსელებშიც. ხალხი ჩივის ფასებზე, შეზღუდვებზე და არასტაბილურობის განცდაზე. ამ ფონზე იცვლება განწყობებით საზოგადოებაში. ეცემა ხელისუფლების მხარდაჭერის რეიტინგი, ხოლო კრემლში მედიის მონაცემებით სულ უფრო მეტად შეშფოთებულები არიან არა მხოლოდ რეიტინგებით, არამედ საკუთარი უსაფრთხოებით. რას ამბობენ რუსეთში და როგორ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება? მარინა ბორისპოლეცის მასალაში. ინტერნეტის შეზღუდვების ფონზე რუსულ სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირია ხელისუფლების კრიტიკა. Что вообще происходит в России? Это полный какой-то дурдом уже. Это даже хуже, чем СССР. Мы боимся выходить на митинги, мы боимся что-то говорить, мы боимся сказать лишнего слова, потому что нас могут посадить или оштрафовать. Давайте не бояться. ხატვარმა ვადიმ ლიპეცკიდან დახატა პუტინის პორტრეტი და მასთან ერთად გაიარა მშობლიურ რაიონში სიმღერით რა კარგია რუსეთი. ვიდეომ უკვე დააგროვა 100,000-ზე მეტი ლაიქი. დრონების თავდასხმებით, მაღალი ფასებით და სხვა შეზღუდვებით დაღლილ რუსებს სულ უფრო ხშირად ესმით ასეთი სარკაზმი. Мы не можем покупать нормальные продукты, потому что они стоят космических денег, убивают скот у людей.
Машины стоят вообще, это ужас, блядь. Вы утильсбор вообще слышали, что это такое? Почему с нами, с простым народом, так поступают? С недавних пор я стала предпринимателем. Я кое-как свожу концы с концами. Великий Владимир Путин, мне холодную воду можно? Холодную воду мне можно? Спасибо, чистая водичка, а горячую? სოციალურ ქსელებში აქტიურად ვირუსდება ანტისაომარი რგოლები, რომელშიც გოგონა სირენების ქვეშ მღერის სიმღერას მშვიდობაზე. ამ აკომპანიმენტის ქვეშ ადამიანები სხვადასხვა ქალაქებში იღებენ მდუმარე რეაქციებს ან მიმართვებს. На фоне ситуации Перми, ЕКБ, Туапсе и других городов уходит ощущение, что все войны в мире нас не касаются. Все-таки коснулись. რუსები ჩივიან ომით გამოწვეულ უხერხულობაზე. უკრაინელები პასუხობენ კომენტარებში და ახსენებენ, რომ მათ შვილებს უკვე მეხუთე წელია ბომბავენ რაკეტებით, დრონებით და ავიაბომბებით. კრემლის პროპაგანდა ცდილობს რამენაირად რუსული აუდიტორია სოციალურ ქსელებში პროსაომარი თემატიკით ჩაანაცვლოს. მაგალითად, ქერების ტრიო მღერის რუსი ჯარისკაცების მამაცობაზე. მაგრამ რამდენად ეფექტურია ეს მეთოდები, ამაზე პუტინის დაღმავალი რეიტინგი მოწმობს. სახელმწიფო გამოკითხვებშიც კი. სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის მონაცემების თანახმად, პრეზიდენტის პოპულარობა მცირდება 8 კვირის განმავლობაში მარტის დასაწყისიდან. ახლა მაჩვენებელი ყველაზე дабალია 2026 წელს 66.7%. პუტინის რეალური რეიტინგები სოციოლოგების თქმით მნიშვნელოვნად дабალია. В анкете нет предложенных фамилий, нет фамилии Путина или других политиков, а написано просто впишите фамилию политика, которому вы доверяете. В случае, когда человеку самому нужно написать фамилию политика, вспоминают о Путине и вписывают именно его фамилию, сейчас, по последним данным, меньше трети. გამოცემა მონდი აღნიშნავს, რომ კრემლში შეშფოთებულები არიან რეიტინგების ვარდნით, ხოლო გამოცემა მნიშვნელოვანი ისტორიები წერს, რომ პუტინს ეშინია შეთქმულების, რომლის პოტენციურ ლიდერათაც მოულოდნელად ასახელებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს Сергей Шойгус. Он же у нас секретарь Совета национальной безопасности, так? А Совет национальной безопасности, я уже давно об этом писал, это, по сути, единственный орган в России, который реально может осуществить государственный переворот. Потому что в него входит фактически все руководство страны и, прежде всего, все руководство силовых структур. გამოცემა Financial Times-ი პუტინის გარემოცვაზე და ევროპულ დაზვერვაზე დაყრდნობით ასახელებს რუსეთის პრეზიდენტის მთავარ შიშს, წარმატებული თავდასხმა დრონებით. ჟურნალისტების ინფორმაციით, პუტინის სამუშაო დროის მხოლოდ 30%-ს უთმობს პოლიტიკას და ეკონომიკას, მთელ დანარჩენ დროს უძღვნის ომს. ამ მიზეზით პუტინი კვირების განმავლობაში ბუნკერიდან მუშაობს, პროპაგანდა კი ცდილობს ნორმალური სამუშაო რეჟიმის წარმოჩენას. დღეისთვის სულ ეს იყო, გახსოვდეთ ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.